რა ფეხებზე დგას ილია ბიჭო, იმენა ტიპი დგას ორ კაკალის ხეზე. ვფიქრობ აქ ის ადამიანი ისვროს, რომელსაც უნდა რომ რაღაცა დოზით გაამართლოს ის რომ სტრაიკინგი არ აქვს. ჩვეულებრივ ადამიანს ეგოვერჰენდი რო გაარტყას, თუ არა მე მომკლავს, ეგრე რო დამარტყას გოლოკე მოგკვდები. აი ეს დავიცემი და მორჩა დამთავრდა ჩემი ცხოვრება. მოდი ახლა ვისაუბროთ ჩვენ იმ ამბავზე, რაც ცარუკიანს და ილიას შორის ხდება და ეს ყველაფერი დაიწყო იმ ინტერვიუთ, რა ქვია, იუთუბერებთან. ნელკბოისთან იყო. სხვა შორის ბევრი მომენტი იყო ნელკბოისთან ისეთი, რასაც ხაზი უნდა გავუსვა. კი ბატონო, ხო, პირველ რიგში რაღაც პატარა სკანდალში გაყო ილიამ თავი. უბრალოდ უთხრა, რომ ისეთი შეკითხვები დაუსვითო იმ უხსენებელ კაცს, რომელსაც მეც ვკითხავდიო და უსმინეო და რაღაცა კაი ინტერვიუ გამოგივიდაო და ნუ რა არ ვიცი ილიას კომენტარებში რაც ხდება მაგ თხის მერე არა უშავს გადაივლის. მეორე ფაქტი ის იყო რომ სარი რა ქვია ისპარინგესთან ყველა ძირს დაყარ. მაგრამ ხო ისე ურტყა ეგ არის რა ხარ ძალიან ელა როგორ უნდა და ხო უნდა დაგარყას და მე არც ვემხრობი იმას რომ აი თუ ხარ იუთუბერი და მიდიხარ ილიასთან და ეუნები მოდი ვისპარინგოთ. და რაღაცა გაქვს ამბიცია იმის რომ რაღაც დაუდგე და გაქვს შესაძლებლობა. აი იმას მე მგონია რომ თუ ძალიან დაინდობს ესენი ისე ჭორიკანა ხალხია რომ ეტუ შეიძლება ხო ჩატეთ ურტყავს. ძალიან კარგით რომ მოსდო. მე 20%-ზე ქვემოთ ფიზიკურად ვერ დაკარგ. დარყვა ხომ და გადმოაგდოს და ილიას ხელი და პლუს ისრაფე მაგდონეს ხომ და 5% ალბათ საკმარისი ექნება. ხო და არა ვერ დაარტყავ 5%-თან როგორ უნდა მოზომო 5%? არა შეუძლებელია. შეიძლება რა თქვა რომ ეს არის მთელი ძალა, ეს არის ნახევარი ძალა და ეს არის მეოთხედი ძალა. მაგაზე ქვემოთ ის ხო არ არის ხა ილია რა ქვია რომ კომპიუტერული სოფტი რომ ესე ჩამოწიოს 5%-ზე და ზუსტად 5%-ით ურტყას. ხო, მოკლედ ეგეთი ამბებიც მოხდა და პლუს მე წავიდნენ სასადილოდ და ილიამ იქ თქვა რომ ცარუკიანმა ისეთი რაღაც გააკეთა როცა უარი თქვა ისლამთან ჯგუფზეო რომ მასთან ჯგუფის ჩანიშნვას მირჩევნია რომ კამარი დაუთმო და ისე ეს ხო კონტექსტიდან რო თქვა რომ აი როგორი კუთხით ისაუბრა რომ იმდენად უღირსაიაო და იმდენად არ მიღირსო მე მასთან რაღაცა ის დახარჯვა რომ აი მაგასთან ჯგუფს ხო მირჩევნია ეს მომაკეთე ამოჭრეს გადმოაზიარეს და ილია ამბობს რომ ცარუკიანთან ახლა წარმოიდგინე კონტექსტი დაივიწყეთ ეს ყველაფერი და კითხულობთ ილიას ფრაზას რომ იცით რა ილია ამბობს ესეთ რაღაცას რომ მე ცარუკიანთან ჯგუფს მირჩევნია კამარი მე თვითონ ჩავაბარო და ვაკანტური გავხატო. ხო, აშკარად სუდად ჩანს, როცა ესე არის ამოჭრილი, არა და იქ უნდოდა რომ ანუ ცარუკიანის არა სპორტსმენულ საქციელზე იყო ხასკასმა, რომ ის არ არის. ღიათი ლაპარაკა წინაკვირას, რომ არანაირი ზურგის ტკივილი არ იყო. ეს იყო წონის კლების პრობლემაო და მე ილიამაც თქვა იმ პერიოდში რომ წელის ტკივილი შეიძლება იყო, მაგრამ ეს ყველა სჭირს, როდესაც წონის კლების პროცესში ხარო და ესო გადის მას შემდეგ, როცა უკვე რეგენერაციას იწყებოდა. წელის ტკივილი კი არა, მე ბიჭამის ბრალიაო და. კი ბატონო. ხო და ეგ არის თავი ამბავი. ცარუკიანმა რა თქმა უნდა ეს ძალიან ლამაზად დაიხუია ხელზე და გაჩაწერა რაღაც ვიდეოები პატარა პატარა ტაქს დასდევს და wait ილია why you run და რაღაცა ძალიან არა კრეატიული ტრეშტოკ ვიდეოები ჩაგვიწერა და მე დაამატა რომ $500,000 დავდებ და მოგებულმა მილიონი წაიღოს და რეები თქვა კიდე ხო ისაუბრა რომ მე უკეთესი სტრაიკერი ხო მილიონი შესთავაზა და რაღაც მანქანა მე მეორე ინტერვიუში $500,000 ჩამოვალო მეო ეგეც თქვა ზუსტად მახსოვს და მოკლედ აი ამ კამპანია წამოიწყო აი ამ ნარატივის აგორების მცდელობა აქ ერთი სიტყვით რომ ილია გაურბის ცარუკიანს. სინამდვილეში ამ ყველაფერზე პასუხი არის უმარტივესი და ძალიან მარტივი რომ ყველა მიცის რომ არმანის შემდეგი ჩხუბი კამარზე ვერ იქნება. იმიტომ რომ ღია თქვა დანამ. არმან ცარუკიანმაც ეს იცის, ილია თოფურიამაც და ეს იცის ყველამ. დენა ვაითმა თქვა შენ ბოლოს ივენთი ხო ჩამიშალე შენი შემდეგი ჩხუბი
რაც არ უნდა წონა იკლო და იმაში იყო რა ქვია იქ რაღაცები UFC-ს ოთახები ალაგო და რაც გინდა ისაკეთო შენი შემდეგი ჭუბი არ იქნება კამარზე აგერ შვენიერ ჭუბს თავაზობდნენ გამროდთან კაცთან გაქვს წაგებული ჩვეულებრივად ეს ადგა და გამროდმა მოგიგო აგერ წადი ეჭუბე და ამტკიცე რომ შეცდომა იყო გამროტი რა რაღაც ცუდი მებრძოლია რამე არაფერი გამროდთან გამარჯვება მით უმეტეს როცა წაგებული გაქვს ბევრს ნიშნავს ამაზე თქვა უარი ანუ ყველამ კარგად იცის რომ ვერ იქნება შემდეგი ცარუკიანი და ილიამაც ამათთან თქვა რომ ან პიბლეტი იქნება შემდეგიო ან გეიჯი და მე მგონია რომ გეიჯი იქნება ილიას შემდეგი იმიტომ რომ პიბლეტს მაინც არა პიბლეტს კიდე შეიძლება რომ ერთი მოაგებინონ კიდე უბრალოდ გათავდა ხო ერთსაც შეწირავდა უკვე მზად ხარ ისინი ხალხი გათავდა ნახე ხა ფერგისონი აღარ არის ჩენდლერები აღარ არიან ეს ისინი ანუ ეს დაბალი ფაით IQ-ს და სუსტი და მაგრამ სახელიანი მებრძოლები გათავდნენ და ეხლა ვინ არის იქ შეიძლება გამროდს გადააწყდე იქ შეიძლება დარიუშ გადააწყდე რეალურად ყველას აქვს უკვე რაღაც საფრთხე რაც არ უღირს გარის თქვა ეგ ამან თავარი ფაქტორი ცარუკიანი და პედი პიმბლეტი რო აჭყობონ ეგ აი არ ვიცი ცარუკიანის დგომი იმდენად არაფრის მომცემი არის და ეგ რამ ხელასის უაი და მით უმეტეს მე უკეთესი სტრაიკერი ვარო ილიასზე მე გული შემიწუხდა არაო კაი მოკრივეაო კაი მოკრივე და სტრაიკერი რა სხვაობას აძლევ ვერ გავიგებ მაინც ქუსლით გინდა რომ გაქთიშო ზო დაგარტყავს ყვაში და დავარდები ძირს ეძახე მე ხა მე ფეხს ვიქნებ და ჩემი აქს ქიქები და მართლა ძალიან მობილური არის და ძალიან ელასტიურია და კარგი ათლეტი არის ცარუკიანი მაგრამ ილიას დარტყმებს როგორ უნდა შეედაროს საერთოდ ილიას აქვს ხელები ხო საერთოდ საუკეთესო აქვს ილიას აქვს ერთ-ერთი ყველაზე მტკივნეული ლოუ-კიკი ანუ ეს დარტყავს და მოგცელავს ვის დაარტყა ყველა ატრიალებს რამდენიც გინდა უყურე ჭუბებს უყურეთ ქაფქიქებს ერთმანეთს ურტყავენ რეაქცია არ აქვს ერთმანეთს ესა პიერ დარტყმათზე ხოლმე ილია რო ურტყავს იმიტომ რომ რა ფეხებზე დგას ილია ბიჭო იმენა ტიპი დგას ორ კაკალის ხეზე რეალურად ეგ ფეხები არის მიზეზი იმის რაც ხელში რაძალაც აქვს ხო ანუ და დანარჩენი არის კრივი და ილია არის იმის მაგალითი რომ ეს რაღაც fancy shit საერთოდ არ არის საჭირო იქ შენი აქს ქიქები და მუხლები და სპინინგ ელბოუები და რაღაცები კიდე არ გაერტყავი შენ კრივი იცოდე ჯები იცოდე ჰუკი პირდაპირი და აფერქათი მორჩა არაფერი აღარ გჭირდება მეტი და სიტყვით და ეხა რაც თქვი მაგას ამტკიცებს ილია თოფურია ისწავლე კრივი ისწავლე ჭიდაობა ისწავლე ლეკიქების ანუ აუტო პირიქით რა დაცვა ლეკიქების როგორ უნდა დაბლო ორი ხელით როგორ უნდა დაბლო როგორ უნდა დაჩეკო დარტყმები თან ყველაფერს აკეთებს მარტივი მექანიკით ანუ ამაში არტებს რაღაცა დიდ ენერგიას ანუ შეუძლია მთელი დღე იდგას და იტანოს რაღაცას 4-5 სანტიმეტრიანი მოძრაობებით აკეთებს მართლა ეს ყველაფერი დამოუღებს კრივი არის აბსოლუტურად საკმარისი იმისთვის რომ ხალხი გათიშო იმიტომ რომ არის საუკეთესო დისციპლინა სპორტში რომელიც ეხება ხელებს ანუ არასდროს არც ერთი სპორტი ვერ მივა კრივთან ახლოს თუ როგორ უნდა გამოიყენო ხელები ყველაზე პროდუქტიულად არ არსებობს კრივი არის მაგაში ნომერ პირველი იმიტომ რომ კრივის მიღმა დგას საუკუნეების ცოდნა ჯერ მარტო ბიჭო აი რომ შეგიძლია რომ დაჯდე და უყურო კანელოს უყურო ტაისონს და თეორიულად რო ისწავლო და სტილები სხვადასხვა შეისწავლო ხო ეს უდიდესი ბიბლიოთეკა აქვს კრივს როცა სხვა სპორტებს აქვს ბევრად მცირე ბიბლიოთეკა მithumetes კრივს ის აქვს რომ კრივი ძალიან ეფექტურად იყენებ იმ კუთხით რომ MMA-ში ძალიან რთულია როდესაც მეტოქეს აქ სერიოზული კრივი და აკეთებს 3-4 დარტყმიან კომბინაციას ამისგან თავის დაცვა შეძლო იმიტომ რომ აი ესეთ კომბინაციებს ძირითადად უბრალოდ უნდა დაიცვა იმით რომ კუთხეების ჭრა შეგეძლოს რაღაცა კრივის დინამიკა უნდა კონდეს შენც და როდესაც კრივში ამხელა უპირატესობა აქვს აი ჭიდაობას ჩვენ ხომ ამბობდით რომ 10-დან 9-ს შეუძლია დაჩაგროს 10-დან 4 10-დან 5 ან 6 თუ არის წვალობს 10-დან 7-თან უკვე თითქმის ანაბარია და კრივში თუ ძალიან ახლოს არ ახარ
ეს დომინაცია გამოჩნდება უშუალოდ MMA-ში, იმიტომ რომ ზოგადად ჩვენ კი გონია რომ ახლა დასტინ პორიეს და მაქს ჰოლოვეის ვეძახდით საუკეთესო მოკრივეებს. ახლა შევადაროთ ილიას კრივი და რავი თუნდაც ჰოლოვეის კრივი. ეხლა დავფიქრდი იცი? ცარუკიანი მე მგონი პიმბლეთს ვერ მოუკლავს. მე მაგას ვამბობდი რომ მართლა ეხლა ფიქრობდი მაგაზე და ვერ ვხედავ მისი სტრაიკინგით და მისი სტრაიკინგის ინტელექტით აი ამ დისტანციას ილია როგორ ფარავს ამ დიდ ტიპებთან, იმიტომ რომ გენიოსი მოკრივეა და ამის ეხა ხელფეხის ქნევით, რასაც აი მეც ვერაფერს ვერ დავარქმევ ცარუკიანის სტრაიკინგს, აი ხელფეხს იქნევს, აი მაგ ხელფეხის ქნევით და მაგის ფუტვორკით შეუძლია პიმბლეთს რომ თავისი დაუჯერებელი უპირატესობით ზომაში იმას ხსნას და პიმბლეთის ჭიდაობაში დაჩაგვრა ძალიან გაუჭირდა. შეიძლება ოლივიერასთან ხო გრეპლინგში ვიღაცას კონდეს არგუმენტი რომ აგე ოლივიერამ ვერ დაასაბმითა ცარუკიანი, მაგრამ მანდ არის რაღაც ერთი ფაქტორი. ცარუკიანი ეს რამდენადაც ამ რაღაცა მე ვფიქრობ რომ აქს ის ადამიანი ისვრის, რომელსაც უნდა რომ რაღაცა დოზით გაამართლოს ის რომ სტრაიკინგი არა აქვს. რატო არის ისვრის ილია აქს კიქს? იმიტომ რომ არ ჭირდება ამის რაღაცა აპელირება. თან მაგ აქს კიქს რო არ ტყავდეს ვიღაცას მესმის. ამ ხელა ენერგიას რო ხარჯავ, გასაგებია რომ ათლეტური ხარ, რაღაცა მოქნილი ხარ, მაგრამ სხვა არის რა. კარგია, კაცო, ლამაზია და ყველაფერი, მაგრამ ანუ ეს შეგვიძლია გააკეთო რა, ნინა დრამასთან ეგ რაღაც ვარჯიშზე ანახო. ხო, ეფექტურია და ყოჩახტაში კუკური, მაგრამ წარმოიდგინე მოკრივეები იცელენ დარტყმებს, რომელიც მოდის რაღაცა აი ამ ხელა ამპლიტუდა ხო 40 სანტიმეტრიდან და უცბად გადის და გადის. აი ფეხი როგორ უნდა მოარტყა თავში იმას, ბიჭო. ვიღაც ჯერმონტადევის, რომელიც შეჩვეულია სუპერ ტოპ ვარსკვლავების მართლა რამდენიმე სანტიმეტრიდან მოქნეულ დარტყმებს თან ეს ილია და ალექსანდრიც აკეთებს მაგას. მარტო ესე კი არ იცენენ რომ უკან და წინ რომ ყბას რო ხო ატრიალებენ კი. რა მაგრად ჩვება ალექსანდრე მაგას, რა მაგრად აკეთებს. აი ჩამოყალიბებული რინგზე გაზრდილი ტიპი გეგონება რომ აუ საღოლ აი ეგ იციან დარტყმა იკანელო არის მაგაში ალბათ საუკეთესოთა შორის საუკეთესო დარტყმის მიღება ტიპმა იცის აი თუ თვარი მოკრა რომ დარტყმას ატარებს ისე აყოლებს ამ იმას რომ კაცი აცლის ნახევარ დარტყმის ძალას ნახევარზე შეიძლება მეცაც აცლის იმდენად კარგად აკეთებს ამ ყველაფერს დენი ჯეკობსი ურტყავს კანელოს და დენი ჯეკობს ესა კანელო ალვარეს takes shot from დენი ჯეკობს და გოლოვკინი ურტყავს აი როგორ გოლოვკინმა ჩვეულებრივ ადამიანს ეგოვერჰენდი რო გაარტყას თუ არ მე მომკლავს ეგრე რო დამარტყას გოლოვკინი მოკვდები აი ეს დავიცემი და მორჩა დამთავრდა ჩემი ცხოვრება და როგორ ღებულობს ბიჭო მაგ დარტყმას იმით რომ თავს აყურებს და თან კისერი აქ აი ეს ტრეპები და ისენი რა ქვია აქ რაღაცა თავზე იმ მთელი მექსიკა კიდია ხოლმე თავზე და აი ამას ავარჯიშებს აი ტიპს რა მაგას აგათიშავს მაგას მოარტყავ ილიასაც მსგავსი ისა ხო არა და ილიასაც ხოთაშორის ბიჭო რა კარგად ხო რამდენი ვარჯიში მაქვს ნახე აი Apex-ში რო სტრიმებია ხოლმე და ვარჯიშობენ ილია რა ბევრად კლასნად ვარჯიშობს ჯერ რა კარგად ხურდება მე რა აკადემიურ ვარჯიშებს აკეთებს MMA ჯიმში ძალიან საკმაოდ იშვიათად შეხვდები ხოლმე იმას თოკზე რა ვიცი როგორ jump ropes რა ქართულად რა ქვია თოკით ხტუნაობს რაც არის მებრძოლისთვის უმნიშვნელოვანესი ვარჯიში და კი კაცო ვარჯიშობენ მაგით მაგრამ უფრო მოკრივეების ვარჯიშია ეგ რა და ყოველთვის ილია რამაგრად იწყებს ხოლმე ჯერ კისრის გახურებას მხრების გახურებას ამის გახურებას სახსრების გახურებას მე ამ რა ქვია თოკზე ჩვენ ლახტზე რა ლახტი რატო ვერ გავიხსენე ხო ლახტი და ანუ აი აკადემიურ რო მინახავს მეივეზერის ვარჯიშები რო მინახავს ტაისონის ვარჯიშები აი ეგრე ვარჯიშობს და ესენი რაღაცებს იგონებენ რაღაცა ხო ის strength and conditioning trainer და ვიღაცა მოვა ვიღაცა ჯენზი მწვრთნელი რომელიც აი რაღაცებს ასე აკეთებინებს ახალ აპარატს შეაერთებს და რაღაც ვარჯიშებს აკეთებინებს და ისა რა ქვია პილატესზე დაყავს და იოგა და რაღაცა აი იოგა ბოქსი აი ნუტრიციონისტი ხო აი მსგავსი ტიპები მოყავ კი ბატონო
ხო რაღაცა ხო აი ყველაფერი რეალურად კლასიკურ ტოპ ზონაში არ განისაზღვრება ჩვენ სამწუხაროა რომ რაღაცნაირად არ აქვს იმის შესაძლებლობა ნუ რაღაცა დოზით რა თქმა უნდა გვაქვს მაგრამ წირია ის მასალა რაც შეიძლება ნახო როგორ ემზადებიან მებრძოლები და აი როცა პროფესიონალ მებრძოლს ესაუბრებ ყოველთვის გეტყვის რომ რაღაცა ბრძოლის შედეგის ნახევარი მინიმუმ გამომდინარეობს შენი მოსამზადებელი პერიოდიდან როგორ ჩაივლის და ამ ყველაფერში როცა ეს მაინც კლასი მაღალი გაქვს და იქ არის ტანჯები და აქაც მე ყველაფერს იქაც სწორად აკეთებ და ბრძოლაშიც ეს ყველაფერი აისახება მის შედეგშიც ნამდვილად ერთი სიტყვით ილიას და ცარუკიანის ვითარება სხვათა შორის მე ვატყობ რომ მაინც ნორმალური და კარგი ურთიერთობა აქვთ იმიტომ რომ არც ერთი წითელ ხას არ ზედმეტად არავინ არაფერს არ ამბობს ეხა იმან რომ რაღაც ვიდეო ჩაწერა და ილიამ რომ რაღაცა კინძო ფოთოლო თუ რაღაცა უთხრა ეხა მაგის გამო ეგ არ არის ხო რაღაცა პირადი შეურაცხყოფა და რა დღეს რა მაგარი ვიდეო ნახე იცი ვერ გავიგე ბიჭო ცოლი მოიყვანა ცარუკი მაგრამ ცოლს არ მოიყვანა კი ის ხანჯალო იმას ქეს და ფულს ფულს $100 ესე ეთყობა სომხური წესი არის რა რაღაც ოჯახში შედიოდა კავკასიურია ჩეჩნეთშიცა დაღესტანში რომ ფულს სანამ არ მიცემს საკმარის მაგამდე ხანჯალი აქ ესე მიდებული ტრადიციაა ეგ $100-იანებს ესე კი ქორწილი ქონდა ეგ მაგის ქორწილი იყო ბიჭო სადღაც ხრუშოვკაში რო იყვნენ ასულები ეს რაღაცა ალბათ ანუ იქ ცხოვრობდა ესთეტიურობა შემატეს არა მე მეგონა რომ სხვანაირად გადაიხდიდა ტიპი მილიონერი ვარო იძახის და რა ვიცი გადაიხადა იმაში რა ქვია იქ იხდიდნენ რა ქვია ხრუშოვკაში ავიდნენ და იმაში რა ქვია წისქვილში გადაიხადეს რა ვიცი რა ქვია რესტორანი რა მილიონი ხალხი მიდის იტალიაში და კომოზე და რა ვიცი იქ ქორწინდებიან და ჯიგარია რა გინდა უბრალო კაცია რა სერჩი